მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით. Ამი როგორ ხართ? რაშრებით? აი ამ ალერგიამ რამ იქნა თვალებზე საშინლად ვარ, აი ეს თვალი ისე მეკავება, რომ ის მოვეგრინჯო. მოკლედ რამენერად დავშვით, დავწყნარდეთ. რო არ ვიფიქრო ამ თვალზე, უნდა რაღაცა გავაკეთო. მოკლედ ვიყავი მაღაზიაში, ვიყიდე. Kombosto. ეს კომბოსტო, კინზი, პეტრუშკა და ესეთი ვიყიდე. რა კარგი სუნი აქვს. რა ქვია პიტნა. მიატა. მე ჩაის დავლე საღამოს ძალიან მიყვარს პიტნის ჩაი. Abarda. იცი, არ უშავს. პიტნის ჩაი სუპერ-პუპერ. კიდე ვიყიდე რა. ტუალეტის ქაღალდი ხლა, ამის გარეშე როგორ შეიძლება? გუშინ წინ ვიყიდეთ ლიბრეში შავი პური ეწერა ბალტიკა და იყო უგემრიელესი უფრო ესეთი წვრილი პური იყო და დაუჭრელი ეს ამჯერად არ იყო და ვიყიდე რუხი პური დაჭრილი გასიჯოთ როგორია ჩვეულებრივი დაჭრილი ესეთი ვიყიდე სეზონის სამარხო მე მგონი გემრიელი უნდა იყოს კიდევ ეძებდი სხვანაირებს, მაგრამ ეს უფრო მომეწონა. Де, ხვალ ჭამა შეიძლება? აბა რა პრაზნიკია ხვალ? ხარება. და რა კი არა, მუშაობა შეიძლება. მასში რა ქვია, მიწაზე მუშაობა შეიძლება. მიწაზე შაქარდება. კილო. სალონის უყიდე ერთი რძიანი ბარნი, ვიცი რომ სხვანაირია რო ყავს. ეს ჭხილი მაგარ დღეში მაქვს. მომძვრა, ანუ კარადას ვაღებდი. ეს ხო შილაკი მაქვს. კარადას ვაღებდი და ეს ჭხილი მთელი შილაკი მომძვრა თავის გამაგრებიანად. ხო და მე წაისვა ლაკი. ჭხილიც გამიტყდა და მე წაუსვი სხვა მარისბარიკური და გუში კიდე რაღაცას ვაკეთებდი და კიდევ ბოლოს მომწყდა. მოკლედ, ან გამაგრებას გავიკეთებ კიდევ ერთხელ თავიდან, ან მოკლედ კიდე ესე გავიზდი რა თავის შილაკიანად. ცოტა ვეტყვი რომ გამიზარდოს ჭხილი შილაკი. ხო და წაისვა მანიკური და სხვა ფერის აღმოჩნდა. მეგონა ვარდისფერი იყო, მაგრამ ვარდისფერი არ იყო. წითელია. ბავშვებს უყიდე შოკოლადის ბარნი აქციაში იყო 3 ლარი იყო და როცა ერთი ცალი იღებს ლარი და რაღაცა. კიდე 2 ტუალეტის ქაღალდი, მოიცა მე თვითონ. დაიწე ქალბატონო. დაიძენეს და ნახე. ესეთი ახალი კრუასანი. ლელმენები. ბელმენი. ხო გითხარ და ეს მუცელი გტკივა, ეს სკოლაში მით არ წახვედი რომ მუცელი გტკივა და ბელმენები არ შეიძლება. ესეთი ახალი ლაკრემა აწერია და გემრიელი იყო იმ დროს ვიყიდეთ, მოგეწონა ძალიან. საფეთქი ვიყიდე 2 ცალი, 1 ცალი უკვე გავხსენით. ვიყურები მეთქი, მე მგონი 2 ცალი ვიყიდე და მეორე სად არის ხო? და გამახსენდა რომ წელამ უკვე გავხსენით. ესეთი 2 ცალი იუბილეინი ვიყიდე. იუბილეინი. ბავშვებს უყვართ. 6 მასლი ვიყიდე. ძლივ სავარჩი ისეთები იყო რომ მე არ შევჭამ. შენ არ შეჭამ, მე შევჭამ. რამე ხილი მინდა და ლიბრეში წესიერი ხილი არაფერი არ არის. აი არაფერი არ მოგეწონება ისე რომ რაღაცა მოგინდეს რა და არა და ხილბოსტანში კიდე ყოველთვის არა, მაგრამ მეტწილად უფრო კარგი ხილია ვიდრე ლიბრეში, მაგრამ იქ უფრო ძვირია რა თქმა უნდა. და ვიყიდე ესეთი ტომატ პასტა, ბავშვებს სუპი უნდა გავუკეთო ძალიან უცებ, მათ ხო არა სუპი ხორცის გარეშე. ეხლა გავაკეთებ არა ხორცი არ მიყვარს სუპში. ხო, სუპში რო არ გიყვარს, ვიცი. გავაკეთებ ხა ძალიან სწრაფად და მე დავლიოთ ერთად ყავა მეგობრებო. დამელოდეთ, რა თქმა უნდა. მეც მინდა ცივი ყავა. ერთად დავლიოთ და შორს არ წახვიდეთ. გაგიკეთებ, ოღონდ ისე ქვია მაგას. თემგას კიდე უნდა და ნაყინი და არც ბარამბოს ნაყინი არ იყო, არც თოლიას ნაყინი არ იყო ორნაბიჯში, მაშინ ლიბრეში და ორნაბიჯში კიდე დამეზარო უკვე ქონდა პარკები. სხვა დროს გიყიდით აუცილებლად. კინა მე ჩავიდე. არ იყო დედა. ორნაბიჯი. ორნაბიჯი შორს არის აქედან. არა, მარტო არ გაგიშვებ, აქედან შორს არის. ლიბრეში გაგიშვებ ხოლმე, მაგრამ ორნაბიჯში არა. სხვა დროს რავი, თუ გინდა ხვალჩალის სკოლის მე, ან რავი, ნახავ ან შეიძლება მე თვითონ ჩავალ. მოკლედ, სუპს ვაკეთებ და მე ყავა ერთად დავლიოთ აუცილებლად. აი სუპიც მზად არის. ბავშვებს გავუმზადე, გემრიელად შეჭამენ ახლა. მილენას უკვე დაუსხი. გაცივდება ახლა და მიირთმევს, მანამდე მე კიდე ცივ ყავას გავაკეთებ ახლავე.
ეხლა მოდით ავთქვიფოთ, აი ესეთი სათქვეფი მაქვს. იჭედება. აჰა. ითქვიფება. ცივი წყალი მაქვს მოშვებული, რომ ცივი წყალი დავასხა, მაცივაში არა მაქვს წყალი სამწუხაროდ. მილენამაც მოითხოვა და ცოტა მილენას, ცოტა მე. მილე ჭამედით იყო სუფი უკვე. არავის არ დახურო. კაფე გაკეთდება ეხლა და ჩამოვასხავ 2 ჭიქაში. მოდით აბა ეხლა გავხსნათ აი ეს ჩვენი შოკოლადის ვაფლის ტორტი. სეზონი სამალხო აწერია. მოდით ერთად დავჭრათ და ვნახოთ აბა როგორია გემოზე. რა უნდა დაგაცინო. ვნახოთ ეს რამეა. არის გამოჩდება თუ არა, დავჭრათ. შუაზე გავჭრი. და ესე ოთხკუთხედებად. პატარა პორციებად. დავჭრი და მე მგონი გემრიელი იქნება. აი ესე გამოიყურება. აბა ვნახოთ როგორია გემოზე. ნიჩიო. სხვათა შორის. სამარხოსთვის ძალიანაც გემრიელია. ცივყავას უხდება. მეგობრებო, სხვათა შორის რა უნდა მეთქვა? რომ მეკითხებით მაგ თემაზე თუ რატომ ვარ აქეთ და რატომ არაფერს არ ვყვები მაგ თემაზე, ჯერ ვერ მოვყვები, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ მოკლედ ჯერ არ ვარ მზად. ჯერ ვერ დავლაგდი გონებრივად. კი მეკითხებით და კი მწვენია უკვე ამდენ კომენტარებს რომ ვერ ვპასუხობ, მაგრამ ნამდვილად მოკლედ ვერ დავალაგეთ ვინში ჯერ ჩემი ამბები. და აი როცა ვიქნები მზად მისასთვის რომ რაღაცა დეტალები მოგიყვეთ, უბრალოდ დეტალებში ვერ მოგიყვებით, მაგრამ მერე საბოლოოდ გეტყვით. რა თქმა უნდა გეტყვით. ჯერ ნამდვილად ვერ, ამიტომ უნდა მაპატიოთ და ძალიან გთხოვთ, ნუ ხარ მისმევთ ამ შეკითხვებს, იმიტომ რომ ჩემზეც მოქმედებს ძალიან. მაგრამ ხედავ რომ ძალიან ასე ვთქვათ, გულშემატკივრობთ და ჩემს გვერდით ხართ და ძალიან ვაფასებ ამას. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ამისათვის, ნამდვილად ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს გვერდით იქნებით და
ნამდვილად არაფერი ცუდი არ გინდათ ჩემთვის. აი შეხედეთ როგორი ქარია. აი ამ ქარში მაინც ბავშვები წავიდნენ ეზოში. აღარ შეგვიძლია სახში ჯდომაო და უნდა წავიდეთო. ილენა მე მგონი აი იმ სკვერშია. თემუკა უკან სტადიონზეა. ქარი ისეთია მეგობრებო, რა ვიცი, ალბათ თქვენ უკეთესად იცით ჩემზე. შეხედეთ ზემოთ დასაცმელი როგორ თქვა, ირყევა თუ როგორ თქვა, დასაცმელი რა შრება ქარზე. გაჩაეცა, რუსულად ვიცი, ქართულად არ ვიცი. აბა გავხედოთ. მილენა მილენა აბა სათხარ საიდანღაც ხმა გამცა. მეთქი იქით ხარ საქანელებზე. 10 წუთით ქარია ძალიან ცივა. თემუკა არ შეგცივდა? არა. არ გჭირდებათ. არ შეგცივდათ? არ ცივა? იმას 10 წუთით და всё. აღარ დამაძახებინო. так, ამოვალთო და აბა სად არიან ახლა? თემუკა ვეძებ გარეთ ესეთი კიდევ უკვე მოვიდნენ. კატა ვიპოვე ძალიან საყვარელი 1000 ჯერ აიყვანა თემუკამ ხელში. არ შეიძლება ხელში. ჩვენ მოვიფერეთ. მე მოვიფერე. რა? მე მოვიფერე. აბა ეხა ხელები ძალიან კარგად ჩქარა. არ შეიძლება მე ხო 1000 ჯერ გითხარი, არ შეიძლება ეზო ძაღლების და კატების მოფერება. რამდენჯერ გითხარი? თემუკა მოდი აბა თითი მაჩვენე. თითი მოიყოლა კარში. მაჩვენე. მაგარი საყვარელი. კიზო. აბა მომიყევი. დამაცადე. დიდ ჯგუფში რომ ვიყავით კვირას შაბათს ვიყავით დიდ ჯგუფში, ბავშვები რომელიც ეკავდნენ დაულში მოიყვანეს დღეს. რაც რა მოვედით. ბიჭამას ჩაგვიყვანა პირველ სართულზე სპორტის დარბაზში. ჩამოგვიყვანა პირველ სართულზე სპორტის დარბაზში. შევედით და ვისწავლეთ ცეკვა ბოლომდე. მანამდე სხვები იყვნენ ზევით და ყველაფერი ვისწავლეთ ცეკვა ვისწავლე. ხო მერე? არაფერი ვისწავლე კაცო ცეკვა. მეთქი რაღაცა ამბავს ყვება. გამიხარდა ვისწავლე უკვე. ძალიან კარგი, მიხარია, ყოჩა. მისმა კლასელმა ცეკვის გოჩერასო ჩემაკოსმა არა. აი ესე ჩუქა. კამილას? ამას არა, თქვენ. აი ეს არა, ეს მარტოა. ანა და ბავშვები. ვლოგ. აი მე არ გადავრი. და მილენა. წაიკითხე, კარგად წაიკითხე. იუთუბერები ხართ დილით სპორტზე გაგიცანი და თქვენი არხი გამოწერილი მაქვს. მილენა, კამილა და რაო? გამოიწერეთ. ნინო, შენ თუ ყურებ ამ ვიდეოს დიდი მადლობა. ნინო გიორგაძე, მადლობა ძალიან დიდი რომ გვიყურებ. ის ცეკვაზე უნდა არა. ესეთი წერილია ჩუქა. არის მისი. დიდი მადლობა ნინო გიორგაძე. მისმა კლასი.